საღამომშვიდობის მეგობრებო, ეთერშია მთავარი სივრცე ყოველდღიური პოლიტიკური ток-შოუ. დღეს ჩვენ ძირითადად შევეხებით მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს საქართველოში და ასევე მსოფლიოშიც. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იქნება პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ვახტანგ მაისაია. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ, საღამომშვიდობის, მადლობა სტუმრობისთვის. საღამომშვიდობა ბატონო გიორგი, მინდა პირველ რიგში მოგილოცოთ ეთერში გასვლა და კიდე მიულოცო ქართულ საზოგადოებას, რომ შეიქმნა და დამკვიდრდა ახალი დამოუკიდებელი ტელევიზია და როგორც ჩანს, აი ამ ბიპოლარულ იმასაც ალბათ სატელევიზიო დომინანტობის იმასაც მე მგონი დაესმა წერტილი და ეს ერთ-ერთი კარგი ნაბიჯი იქნება ამ მიმართულებით. უღრმესი მადლობა. პირველ რიგში მინდა გკითხოთ ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ საპარლამენტო არჩევნებზე, მის შედეგებზე და აი ამ შედეგების გამოცხადების შემდგომ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე, ოპოზიციის ესე იგი ერთგვარ ბოიკოტზე და ესე იგი აი მათ ესე იგი მუქარაზე იმასთან დაკავშირებით, რომ არაფრის დიდებით ისინი არ შეველენ პარლამენტში და თქვენი ესე იგი ანალიტიკური შეფასება გვაინტერესებს აი ამ თემებთან დაკავშირებით. კი ბატონო. პირველში მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, რაც შეეხება დღევანდელი სიტუაცია და ბოლო დროინდელი პერიოდი, ახლაც რომ მოვდიოდი, სიტუაცია იყო საკმაოდ დაძაბული, განსაკუთრებით ქუთაისში და ისნის რაიონის საარჩევნო ოლქების ადმინისტრაციასთან და ბუნებრივია ეს კარგად ჩანს, რომ ქვეყანა არის საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში. საქართველოს პოლიტიკური კრიზისი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ეს არ არის, მე ვიტყოდი, ახალი ხილი ჩვენა სამწუხაროდ. ეს ერთგვარი როგორც ესეთი სენის არის ვთქვათ, ესეთი აი ვირუსის პოლიტიკური ვირუსი, რომ დაუშვათ ვრცელდება ქვეყანაში და ახლა ისეთი ნაირად ხორციელდება. მაგრამ აი ამ დღევანდელი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დაიწყო ფაქტიურად უცაბე და თუმცა ხა ეს პროგნოზირებადი პოლიტიკური კრიზისი იყო, მე სხვადასხვის შევკიდე ივლისში გავაკეთე პროგნოზი, რომ აღნიშნულ არჩევნებს აუცილებლად მოყვებოდა კიდე ვადამდელი არჩევნები და მე ამ მქონდა მხედველობაში დაუშვათ ის პოლიტიკური დისჰარმონია და პოლიტიკური სტაბილურობის ელემენტები, რომელიც დაუშვათ ამ არჩევნებს თან ახლდა, უბრალოდ ეს ეხებოდა ისეთი პოლიტიკური მართვის სისტემას, როგორც საპარლამენტო მართვის სისტემა. თქვენ როგორც პოლიტოლოგი გიორგი, თქვენ ალბათ კარგად მოგესალმებათ, რომ საპარლამენტო მართვის სისტემას ახლავს ასეთი მე ვიტყოდი ხშირი, ასე ვთქვათ, საპარლამენტო არჩევნები. კი, რა თქმა უნდა, მიდრეკილია და მით უმეტეს ახლა საქართველოს მაგალითად, როდესაც კონსტიტუცია ფაქტიურად ერთი წლის უკან, ასე ვთქვათ, დამკვიდრდა და ამ კონსტიტუციამ განსაზღვრა, კაფეოდ განსაზღვრა საპარლამენტო მართვის სტილი და არა ნახევრად საპრეზიდენტო მართვის სტილი, რომელიც პრინციპში წინა, ასე ვთქვათ, მმართველობის პერიოდში იყო. მიუხედავად იმისა, რომ თავშოთ პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰქონდა, მეოთხე პრეზიდენტს ჰქონდა გარკვეულწილად შეზღუდული თავისი უფლებამოსილებები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მაინც უკვე ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის სტილი იყო. იმიტომ რომ თუნდაც იგივე მარგველაშვილს ჰქონდა მაინც გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდში პრემიერ-მინისტრსაც გააჩნია საკმაოდ სერიოზული დელეგირებული ხელისუფლების სახელმწიფო ბერკეტები და შესაბამისად იყო როგორც ძალთა ბალანსი პრეზიდენტსა და პრემიერის შორის, ხო, აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში. და შესაბამისად და აქ გამოდიოდა რომ პრეზიდენტი იყო ერთგვარი ყველაზე მაღალი, ასე ვთქვათ, და არა სასამართლო. საქართველოს გარკვეულწილად პოლიტიკურად არ იყო მომწიფებული საპარლამენტო მმართველობისთვის. ეს როგორ გითხრათ, ახლა საქართველოს თავისი დამოუკიდებლობის პერიოდი დაიწყო საპარლამენტო მმართველობით, მინდა ეს აღნიშნო. ანუ 1991 წლის 9 აპრილს, როცა საქართველოს გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა, ჯეკია საბჭოთა არსებობის პირობებში, მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ მაშინ ავირჩიეთ საპარლამენტო მმართველობა. არ უნდა დაგვეწოს, რომ მაშინ სწორედ პარლამენტმა აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი და პარლამენტში იქნა, ასე ვთქვათ, პრეზიდენტის ინსტიტუტი დამკვიდრებული, ხო? და ფაქტობრივად ძველ გამსახურდია სწორედ ნახევრად საპრეზიდენტო მოდელის ფარგლებში ახორციელებდა თავის უფლებამოსილების განხორციელებას, ხო? მე როცა მოხდა სამხედრო გადატრიალება და ასე ვთქვათ, მოხდა პატარა პოლიტიკური ვაკუუმი, სხვადასხვის ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში 1992 წლის 30 ოქტომბრის არჩევნები, ასევე იყო წმინდა საპარლამენტო. კი, და იქ სხვადასხვის 1%-იანი ბარიერის მაგივრად ნულოვანი ბარიერი იყო და ძალიან ბევრი პარტია იყო. ყველა პარტია წევრი, მაშინ მახსოვს კარგად. მაშინ მე ვიყავი ცოტა ახალგაზრდა მოძრაობებში ვიყავი და კარგად მახსოვს ეს ყველაფერი, მაშინაც ჟურნალისტი ვიყავი და მქონდა აკრედიტაცია სახელმწიფო პოლიტიკური კულტურის მიხედვით ეს პარლამენტი დიდად ის პარლამენტი არ გამოდიოდა
ხო, ბევრი საერთო მომენტი იყო რა, საერთო პრინციპში ახლა თულა გავავლობ პარალელები, ანუ პარალელები უკვე ჩანს შესაბამისად. რატო? იმიტომ რომ ნახეთ, როგორც კი მაშინ აირჩა პირველი პარლამენტი, იმ პარლამენტის პირველში ახლა იმ მაშინ სხვა მომენტი იყო აფხაზეთის სერიოზული პრობლემა, ცხინვალი სასოხუმი გაგრა ახალი დაცემული იყო, მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, მათ შორის აფხაზეთის ჩვენს კუთვნილ აფხაზეთის ტერიტორიაზე და საერთოდ სამოქალაქო ომის იმაში ცხოვრობდი პირობებში და მეცაც გეტყვით, მოხდა ესეთი მომენტი, რომ მაგალითად დრო შევანძამ ერთ წლის განმავლობაში ვერ შეძლო პრემიის სიგურას გადაყენება და ბოლოს როგორც მოახერხა რაღაც უმრავლესობის კოალიციის შეკუწედება დღევანდელზე ველაპარაკოდა დააყენა მაშინ ასე ვთქვათ გერმანიის ბატონი ოთარ ფაცაცია ხო და შესაბამისად მაშინაც საკმაოდ სერიოზული დილემის წინაშე იდგა ის პარლამენტი ხო ისტორიული რაკურსი ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია მაგრამ თქვენის ნებართვით ბატონო ვახტანგ დღევანდელ რეალობას რო დაუბრუნდეთ ამიტომ გითხრათ რომ აი ეს პარალელი გაკეთეს იმიტომ რომ მაშინ იგაც გამოიწვია კრიზისი და ეხლა უკვე არ შემდგარი უკვე ჯერ პარლამენტი არა შემდგარი უკვე პოლიტიკური ისი იხეთქა ესე ეგრევა და ბუნებრივია რომ მაგრამ რატო იხეთქა მე გითხრათ ეხლა იმიტომ რომ სამწუხაროდ ანუ რა იყო ამის ობიექტური მიზეზები იმის გარდა რომ ოპოზიციას უკვე წინასწარ ქონდა პრინციპში დაგეგმილი აი ეს მოქმედებები იმიტომ რომ ეს ექსპრომტად ეხლა ესეთი რაღაცები არ მოხდა უშუალოდ მაგალითად თვითონ CSKO-ს ესე იგი შედეგების გამოცხადების მომენტში უშუალოდ რა ვიცი ესეთ შაბეჭილებას ტოვებდა რომ წინასწარ რაღაც გამიზნულ ასე ვთქვათ რა არის მე მგონი არა მარტო ოპოზიციის ბრალელობა იკვეთება აქ იკვეთება მართალი პოლიტიკური ძალის ბრალელობაც იმიტომ რომ როგორც ჩანს ორივე იყო გარკვეულ ილუზიებში ჯერ ერთად ის რომ 14 ნოემბერს ცნობილი ასე ვთქვათ ბიზნესის განცხადების მერე როდესაც მან გადათქვა და შესაბამისად უარი განაცხადა პროპორციულ სისტემაზე ასე ვთქვათ გადასულიყო მაგრამ მერე შემდგომში ისევ მოხდა ამ საკითხის განხილვა და მერე ახალ კონსტიტუციურ მოდელში დამკვიდრება ну გასაგები იყო რომ დაუშვათ მართველი პოლიტიკური ძალა არ დათმობდა იმ სიტუაციას რომელიც არსებობდა მანამდე და ბუნებრივია ყველა ვარიანტი შეინარჩუნა სუმცირე ბიპოლარულმა ვიტყოდი ბიპარტიული ტიპის მოდელს რომელიც არსებობდა მანამდე და ეს მისთვის კომფორტის ყველაზე საუკეთესო ზონა და შესაბამისად თუნდაც და მისთვის დაუშვათ არ იყო კომფორტული ზონა დაუშვათ შესულიყო სხვა პოლიტიკური პარტიები რომელიც ყოველ შემთხვევაში ადრეც იყვნენ და ეხლაც რო შეიქმნეს სულ წინასწარ კამპანიის პერიოდში და ეს პოლიტიკური პლურალიზმი თუმცა 1%-იან ბარიერს წარმოაჩენდა იმ პარლამენტის ერთგვარ ეკოსაც წარმოაჩენდა. იმიტომ რომ იმ პარლამენტი ჰქონდა როცა 0% ბარიერში ყველა შევიდა, ახლა დიდი ალბათობა იყო 1%-იან ბარიერის პირობებში ყველა პოლიტიკური პარტია შევიდოდა. ყოველ შემთხვევაში თითო ადამიანი მაინც ეყოლებოდა ამ პარლამენტში, ხო? და მით უმეტეს რომ შეიქმნა საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური, ანუ გადავსების ისა რა ქვია, ეგwari ეფექტი. ხო, რაში გამოიხატებოდა რომ 48 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა და ორი გაერთიანებული კოალიცია, ბლოკი, ხო, ორი პოლიტიკური ბლოკი. მაშინაც ფაქტობრივად დიდი განსხვავება არ იყო. მაშინ იყო 60 პოლიტიკური გაერთიანება იყო და თვალსაჩინო 5 პოლიტიკური ბლოკი. და იქიდან ფაქტიურად თვალსაჩინო 55 შევიდა. აქაც მაღალი ალბათობა იყო 58-დან შეიძლება შესულიყო სიტყვა ეს ვთქვათ 25 ან 30 მაინც, ხო? ეს თუ დაუშვათ ჰიპოთეტურ დაშვებას, ხო? და ბუნებრივია ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მართლ პოლიტიკურ პარტიას ეს ნამდვილად არ აწყობდა, იმიტომ რომ მართლ პოლიტიკურ პარტიის თავი ამოცანა იყო შეენარჩუნებინა ეს კონსტიტუციური უმრავლესობა, რომელიც მას ჰქონდა წინა პარლამენტში და წინა პოლიტიკური მართვის მოდელის პირობებში, ხო? ეს ბუნებრივია გამოჩნდა კიდევაც ამ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ნაკლებად, მაგრამ უშუალოდ არჩევნების ჩატარების დღესა და უკვე განსაკუთრებით არჩევნების დასრულების მერე ეხლა ის რომ სამწუხარო ფაქტი უნდა ითქვას რომ გაყალბას ხონდა ადგილი ამას ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ადასტურებს აი ბოლოს გადაცემა მომენტიც მაგრამ უშუალოდ მასშტაბები ხო და მასშტაბები არა ერთი მომენტი იცით მე უნდა გითხრათ რომ მასშტაბებსაც აქ უკვე საკმაოდ სერიოზული გავლენა გააჩნია რა აი უნდა თუ დაუშვათ მასშტაბებს ეხლა პირობითად შეიძლება იყო რა მაგალითად იგივე თუნდაც ვარდების რევოლუციის წინ როცა მოხდა დაუშვათ გაყალბების მასშტაბები იყო ძალიან მცირე 3% იყო და სხვადასხვაებს მე მეკითხათ რომ აი დღეს რო ედავებიან ახლა ნაცმოძრაობის ლიდერშიპები ხო იმ დროინდელი მაგალითად პარალელური დათვლის შედეგები იქ ბევრად უფრო დიდ სხვაობას ანახებდა 2003 წელს ვიდრე თუნდაც აი ახლა იგივე ორგანიზაციის სპედის მიერ ჩატარებული პარალელური დათვლა მე მაშინაც აქტიურად ვიყავი და ვაკურდებოდი არჩევნებს მაშინ ვკითხავ დიდი განსხვავება ენან ზამანს არ იყო რა რეპლიკა ბოდიში მაშინ ესე იგი ჩვენ გვახსოვს რომ ესეთი ერთხმად დადებითი პოზიტიური შეფასება დასავლური ორგანიზაციისგან არ მიუღია ყოველ შემთხვევაში იმ არჩევნებს როგორც ეს დღესდღეობით მაშინაც კი ბატონო მაშინაც იყო ეს თქვა პოზიტიური
ასე ვთქვათ, არჩევნების მომენტი. უბრალოდ ნახეთ როგორ სიტუაცია, მე კარგად მახსოვს 2 ნოემბრის მე როცა პარლამენტში ჩატარდა, ყველა სამეურნეო მისია, მათ შორის DST საპარლამენტო ასე ვთქვათ დელეგაციამაც, ეს არჩევნები ჩატარა პოზიტიურად, მაგრამ აქ ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რა დაუშვათ ორმა ადგილობრივმა ასე ვთქვათ, სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, მაშინ ახალ იურისტ ასოციაციამ და სამართალ არჩევნებმა პირდაპირ თქვეს, რომ დაუშვათ მოხდა გაყალბება გარკვეული რაოდენობის. მაშინ გაყალბების რაოდენობა იყო დაყო 3% სხვადასხვაის და სხვადასხვაის მე მეკითხავთ რომ მაშინდელი ცენტრალური საელჩო კომისიის თავმჯდომარე ქალბატონ ნანა დევდარიანი, რომელსაც დიდი პატივს სხვადასხვაის მზად იყო და ეს ქალბატონ ნანას არ იყო დაუშვათ იგივე ბრალი, მე მინდა ხაზი გამოვიდა, როცა ნაცმოძრაობის ლიდერშიპი იშვერს ხელს, აი ვიღაც ირმა ნადირაშვილი რო იშვერს ხელს, მაშინ ნანა დევდარიანი დაგვეჭირაო და ჯერზე ნანა დევდარიანი სიაც გაიარა დაუშვათ თავისი რეპრესიების, ასე ვქვია, წილი, ასე ვქვათ, იმ ავტორიტარ რეჟიმის პირობებში და ეს მას ნამდვილად ასე ვთქვათ არ ეკუთვნის ასეთი ისა რა ქვია მითითება და მე შევახსენებ იგივე ნადირაშვილს თუ ესე წავიდა საქმე მაშინ ჯერ იმად დაესაჯათ იგივე გოგორიშვილი იგივე თარხნიშვილები ბუნებრივია და რომლებიც უკვე გამყაველი დედოფალი ხო და მე გაეშურა თითის ხვებისაკენ ხო შორის იმ დროს მე მინდა გითხრათ ეს არავინ არის სხვადასხვაის ქალბატონ ნანა დევდარიანმა გამოვიდა და განაცხადა რომ ის მზად იყო განეხორციელებინა ხელახალი დათვლები იმ დაუშვათ უბნებზე, რომლებიც დაუშვათ ამოროვმა დამკვირვებელს გამოაცხადა დაუშვათ იგივე როგორც გაყალბების ერთ-ერთ მაგარი მოიყვანა. ხო, მზად იყო სხვადასხვაის და კიდევაც გასა განკარგულება. ეს სხვადასხვა ბევრმა არ იცის ეს, თქვა, მინდა რომ შევახსენო ეს ჩვენს ტელემაყურებელს და ჩვენს იაია მე ვიტყოდი ვადაგასულ პოლიტიკოსებს, რომელიც დღეს გამოდიან და ძელიანები აქვთ და თვითონ თავის თავზე ასე ვთქვათ იმავშებიან, რა ქვია, იმკიან თვითონ რას დათეს ეს რო ვილაპარაკოთ და აქედან გამომდინარე და მაგრამ მაშინ სხვა სიტუაცია იყო და რევოლუციურმა ამა გადაწონა სამწუხაროდან შესაბამისად მე მივიღეთ ის მაშინ პოლიტიკურადაც უფრო გამოუცდელი ქვეყანა იყო ერთი მაშინ არ იყო მთავარი მიზეზი სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები მე მოსახლეობა გულუბრყილოდ იყო დაუშვათ მინდობილი ფერადი რევოლუციების ილუზიები არა ეს მაშინ მოდაში იყო მაგრამ ერთი ნიუანსია მაშინ რევოლუციური ბუნება მზადდებოდა მაშინ იუგოსლავიაში ახალი მომხდარი იყო ეს თვითონ კორუმპირებული დაუშვათ მართლობა და ედუარდ შევარდნაძის სრული ასე ვთქვათ ქაოსი ანუ მოითხოვდა ამ რევოლუციურ სულისკვეთებას მაიაკოვსკის ისა დუხ რევოლუცია ხო ანუ ეს ტრიალებდა ხაერში და ეს უბრალოდ მიზეზი უნდა იყო მოსაძიებელი როგორც თქვიან რა და მიზეზი უბრალოდ ფორმალურად გახდა რომ თითქოს ეს მაშინელი არჩევნები გაყავთ და გაყალბების მასშტაბები 3% არ აღებდა მაგრამ თვითონ შემდგომში რაც ვიხილეთ თუნდაც დემოკრატიის ესე იგი შემდგომში იყო სრული დემოკრატიის შეზღუდვის პირობებში არა ეს იყო ავტორიტარული ხისტი ავტორიტარული რეჟიმი რომელიც ჩვენ მივიღეთ, ხო? ჩვენ მაშინ გავუსვენთ გეწებული საპარლამენტო არჩევნებს 8 წლის იანვარში და საპარლამენტო არჩევნებს მე არაფერი აღარ შევეხები. როდესაც ელემენტარულად 2012 წლის არჩევნებსაც ნაცმოძრაობის მთელი შემადგენლობა ისე აყალბებდა რომ იარაღებით დაგოდნენ. იარაღით კი არა, ელემენტარულად ესე ვთქვათ, არათუ მიწერები, არამედ ელემენტარულად 3-3 იმით დადიოდნენ ID-სიმით რა ქვია. ეს ვთქვათ ნომრებითა და ეს ვთქვათ შესაბამისად qalbi ისენიც გამოუშვეს პასპორტები და საიდენტიფიკაციო დაუშვათ კარტები, ხო? საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია გამოუშვეს დაუშვათ და თითო ეს იყო მართლა გაყალბების მასშტაბები. აი სწორედ ქართულოსებს რომ მართლა დაესაჯა ის გამყალბებები, დღეს ასეთ შედეგებს არ მივიღებთ რა. ასე პოლიტიკურ კრიზისამდე არ მივდოთ საქმე. ბატონო ვახტანგ, თქვენი აზრით ღევანდელი ეს ოპოზიციური ერთობა რაღაც ესე იგი რაღაც მორალურ ფასეულობებზე დგას რეალურად ეს ერთობა გაგრძელდება და ჩვენ არ ვიხილავთ რაღაც რამდენიმე დღის წინ უკვე ვიხილეთ პირველი დაპირისპირება მაგალითად მელიას და გუბასანიკიძის შორის აქ უკვე ჩანს რომ ანუ აი რაღაცა მწიფდება გახეთქილება აქ მწიფდება უბრალოდ ალბათ დროის საკითხია ცით რა არის მე მინდა გითხრათ რომ საერთოდ განხეთქილება არა მარტო ოპოზიციის რიგებში არამედ მართლა პოლიტიკურ ძალებში საკმაოდ სერიოზულად არსებობს. ეხლა რა ვიცი, გავცელდა ამაზე ასეთ ინფორმაცია, რომ ირაკლი ყობახაძე გაილახა. და გაილახა ერთ-ერთი მე ვიტყოდი პოლიტიკური ლიდერის, ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერის მიერ, ხარ იყო დაკონკრეტებული. მაგრამ ის რომ დაუშვათ თვითონ ქართულ ოცნებაში არის სერიოზული პოლიტიკური განხეთქილება და შესაბამისად თუნდაც მე გეტყვით რომ ფაქტიურად დღეს ქართული ოცნება ეს არის ფაქტიურად ერთგვარი პოლიტიკური ვერტიკალი, რომელიც აგებულია გარკვეულ კლანების, პოლიტიკური დაჯგუფებების შორის ინტერესებზე და ფაქტიურად იმ ქართულ ოცნებამ არაფერი არ არის დარჩენილი, ეს ფაქტია, ხო? ეს უნდა ვაღიაროთ. და ის რომ დაუშვათ თუნდაც ხუთეულში არ იყო შეყვანილი თუნდაც ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც დღეს უკავია საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური თანამდებობა. თუ კი ახლა შეყავს თია წულუკიანი
და გიორგ ახარია და მაშინ შესაბამისად ეს უფრო ალბათ შიდა პარტიული არა, საგანია. მე არ მაინტერესებს ქართულ ოცნების შიგნით ესე ვთქვათ როგორ არის, მე როგორც პოლიტოლოგი, პოლიტიკის პროფესორი ვაფასებ სიტუაციას. ანუ ეგ უკვე ნიშნავს, რომ იქ შესაბამისად არის სერიოზული, ასე ვთქვათ, დაპირისპირება. მაგრამ ამოცეულში ბევრად უფრო მეტი ახალგაზრდა ტექნოკრატი იყო წარმოდგენილი, ვიდრე ოპოზიციური პარტიის. ეს არის ბიუროკრატების და ტექნოკრატების გაერთიანება. ქართულ ოცნება არის ტექნოკრატების ბიუროკრატების კლასიკური მაგალითი რა. ამასთანავე მე ეთერში ვთქვი, რომ ეს არის კლიენტისტური ორიენტაციის პოლიტიკური პარტია. პოლიტიკური პარტიას აქვს თავიანთი კლასიფიკაცია, არის პლურალისტული, არის ავტორიტარული, არის კლიენტისტური, ანუ რომელიც კლანების ინტერესებზეა დარეგულირებული, არის დაუშვათ კიდევ ინსტიტუციონალური და ასე შემდეგ, ანუ ტიპოლოგია ალბათ თქვენ კარგად მოგესალმებათ, ხო? ეს არის ტიპოლოგიურად ესე ვთქვათ, კლიენტისტური ტიპის პოლიტიკური პარტია და შესაბამისად ცდილობს რომ ელემენტარულად თავის ინტერესებს განახორციელოს, ხო? უფრო ბიუროკრატიაზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია, ну, აი ახლა როგორც ესეთი პარტიების შეიძლება დავასახელო რუსეთში ედინა ერასია, მართველი პოლიტიკური პარტია და ну, მექსიკაში რო იყო თუ არ ვთქვი რევოლუციურ სოციალისტური პარტია, ხო? და ახლა ესეთი იმაზე ავიღოთ, ხო? თუმცა დემოკრატიის კუთხით ეხა ედინა ერასიასთან ქართული ოცნების შედარება მაინდა-მაინც ის არ არის. ну, ახლა იქ დაუშვათ სხვა პოლიტიკური მართვის სტილია, აბსოლუტურად მართა. ბუნებრივია, მე პოლიტიკური მართვის იმაზე არ მოვიყვანე, ახლა რუსეთში როგორი მართვის გასაგებია და ეს იმათი ის არის, რა ქვია, გადასაწყვეტი ბუნებრივია. იმ საზოგადოების და იმ ასე ვთქვათ ხალხის ბუნებრივია ჩვენი უნდა ესე ვთქვათ რა ქვია მოვიძიოთ და ჩვენი იმაზე უნდა ვთქვათ ბუნებრივია აქ ელემენტარულად ჩვენი დღევანდელი სიტუაცია არის უფრო ტრანზიციის დემოკრატიის ასე ვთქვათ პირობებში ტრანზიციული დემოკრატიის ეს ტერმინიც არსებობს ხო რომელიც ასე ვთქვათ ფლათახალი ჩვენთან დემოკრატია მე მგონი წინ უსწრებს ეკონომიკურ განვითარებას და ეს შეიძლება აღმოჩნდეს რაღაც კუთხით პრობლემატური. კი ბატონო, აი პლურალისტული თუნდაც ის კონსტიტუცია რომელიც ჩვენ მივიღეთ მიუხედავად მე ეს კონსტიტუცია დაუშვათ მაინდა-მაინც არ მომწონდა, იმიტომ რომ რამდენ ჩვენ მზად ვიყავით ასეთი ტიპის კონსტიტუციისათვის და ასეთი ტიპის პოლიტიკური სისტემის ეს მეორე საკითხი იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს კონსტიტუცია ბევრად უფრო მევიტყოდია დემოკრატიული და პლურალისტული თავისი არსით. ვიდრე დაუშვათ წინა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მართვის სისტემაც არსებობდა. მაგრამ არსებობს ჩანაწერი 94 მუხლი, რაც ესე იგი მთავრობას საშუალებას არ აძლევს გაატაროს ესე იგი დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა. ეს ჩვენ ესე იგი დაგვიტოვა პატივცემულობა ბენდუკიძემ თავის დროზე, რომლის მიხედვითაც ამ 94 მუხლის თანახმად ესე იგი არ აქვს მთავრობას ახალი გადასახადის ინიცირების საშუალება ერთი ტარიფების შეცვლა რეფერენდუმის გარეშე. ხო, მაგრამ პარლამენტთან შეთანხმების შედეგად. ანუ ეს უფრო არის, არა, ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ როგორც ჩანს, კოპი-პეისტით გადმოწერეს ახლა მაშინ დღევანდელ კონსტიტუციაში სამომენტია, მე მოუარგეს, რატომ? იმიტომ რომ საერთოდ საპარლამენტო მართვის სტილს ასეთი მომენტები ახასიათებს, იმიტომ რომ როცა ხდება სტრატეგიული გადაწყვეტის მიღება, ამას არ იღებს დაუშვათ იგი ერთპიროვნულად რა იღებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში პრეზიდენტი, ეს სხვა არის, იმიტომ რომ მას სხვა პონდენცია ბატონო, მინდა ერთი კითხვა დაგისვათ უშუალოდ ამ ოპოზიციურ ბოიკოტზე. არის თუ არა ეს თქვენი აზრით ორკესტრირებული ნაციონალური მოძრაობის მიერ და ეს ოპოზიციური პარტიები უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის ქოლგის ქვეშ ერთიანდებიან თუ არა? რა როლი მიუძღვის აქ მიხეილ სააკაშვილს და მთავარი კითხვა არის თუ არა ლეგიტიმური მათ მხრიდან ეს პროტესტი? იმის ფონზე რომ ჩვენ სხვადასხვა ავტორიტეტული დასავლური ორგანიზაციებისგან ვიხილეთ მეტნაკლებად პოზიტიური შეფასება არჩევნებისა, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციამ ჯამში საკმაოდ სოლიდური, ესე იგი, პროცენტული მაჩვენებელი დააგროვა და ფაქტობრივად თუ ჩვენ ჩავთვლით იმ 6%-საც, იმ პარტიების 6%-საც, ვინც ვერ მოხვდნენ პარლამენტში, ანუ ვინც ვერ გადალახა 1%-იანი ზღვარი, ფაქტობრივად მივიღეთ ისეთი სურათი, რომ ოდნავ მეტიც ჰქონდა პრინციპში ოპოზიციურ პარტიებს. მას რა გაყალბებაზეა საუბარი, როცა ოპოზიციამ ერთიანობაში საკმაოდ სოლიდური შედეგი დადო, ყველა მეტნაკლებად აღიარა, კი ოქმების რაღაც 8%-ამდე თუ 7%-ამდე ოქმების აქ ფიქსირდებოდა ესე იგი შემაჯამებელი უზუსტობები, მაგრამ ჩვენ როგორც ვესაუბრეთ სხვადასხვა საარჩევნო ექსპერტს მათ ერთხმად აღნიშნეს ის მომენტი, რომ დაუშვათ მაჟორიტარულ ესე იგი ოქმებში ეს დისბალანსი მოსალოდნელი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი აძლევდა ხმას, ვინც მკურნალობს, ესე იგი ამ კორონავირუსს და ვინც თავის მისამართზე არ აძლევდა ხმას, ისინი აძლევდნენ სხვადასხვა კოვიდ სასტუმროებში თუ სხვადასხვა დაწესებულებებში, შესაბამისად ეს დისბალანსი პრინციპში პროგნოზირებადი იყო გარკვეული
კიდე მეორე მთავარი რაც აღნიშნეს საარჩევნო ექსპერტებმა ის იყო, რომ ბევრი საჩივრის მიუხედავად, ბევრია 700-800-მდე საჩივარი იყო და მათი უმრავლესობა მოდიოდაო უშუალოდ პროცედურულ, ტექნიკური ხასიათის ხარვეზებზეო. კი ბატონო, მე თქვენ მიგაჩნიათ, რომ აქ ჩვენ საქმე ქონდა მართლა ისეთ გაყალბებასთან, რასაც შეეძლო რეალური საერთო სურათის შეცვლა? მე ცოტა განსხვავებული ხედვა მაქვს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე თვითონაც ვარ ამ არჩევნების სპეციალისტი, მე თვითონაც ვარ საერთაშორისო დამკვირვებელი სტატუსი გამაჩნია და მე თვითონაც ვესწრებოდი და ვიცი კარგად ელემენტარულად, ესე იგი გაყალბების მომენტები როგორი იწყება და როგორი ხორციელდება. ხა მე რო უკვირდები ამ სიტუაცია ხა ბუნებრივია რო თქვა რომ ახლა სიტყვა ეს თქვა ამას ახლა ორკესტრირებული ის ბუნებრივია ეთყობა ბუნებრივია ლიდერის ვარიანტში ის ნაცმოძრაობა გასაგებინებად გამო იმიტომ რომ მას მეტი გამოცდილება გააჩნია ფინანსების შესაბამისად გააჩნია იგივე რევოლუციების გადატრიალების ეს თქვა იმიტომ რომ თვითონ ნაცმოძრაობა მოვიდა რევოლუციის მეშვეობით ხო 2003 წელს მათ 20% აიღეს ეხლა ფაქტობრივად მათი ისა 20% მეტი არ გასულა და ეხლაძა მაშინაც ფაქტიურად მათ დაიწყეს რევოლუციურ სცენებს განვითარება, ხო? ხა თუ მაშინ დაუშვათ ამას დაუშვათ სიტყვა ეს ვთქვათ, შეიძლება ითქვას რომ არ ქონდა ისეთი ლეგიტიმური როგორ ქონდა ხა პოლიტიკური ლეგიტიმობა შეიძლება ქონდა დაუშვათ, იმიტომ რომ ედუარდ შევნაძის თვითონ ხელისუფლება ამაზე ესე ვთქვათ იმაშებოდა რა ქვია რა, ითხოვდა ფრჩხილებში ველაპარაკოთ, თორე იქ პრინციპში არჩევნები ისეთი გაყალბებით არ ჩატარდა 203 წელზე მაგ საუბარი, მე მოგიყო მაგალითი და ის რომ დაუშვათ იგივე თანახმა იყო ქაქაბატონ ანტებდარიან რომ ჩაეტარებოდა ხელახლა გადათვლა და ამით გამოსწორდებოდა ყველაფერი ეს გასაგებია მაგრამ დღევანდელ სიტუაციის პირობებში შესაბამისად ნაღვენშოთ რომ ეხლა ამის მიუხედავად რომ თქვათ ეხლა მე ცოტა გამიკვირდებოდა რომ დაუშვათ იგივე ქართული მაშინ და პატრიოტთა ალიანსი რომელსაც ანალოგიურად იდენტური ისენია ქმედებები მათ ხა ვერ დავაბრალებ ისინი ნაცმოძრაობისას თქვათ მე ვთხოვდი ასე ვთქვათ იმაზე დადიან რა ქვია სცენარის იმას დადიან აქ იკვეთებოდა კონსოლიდირებული საპროტესტო ასე ვთქვათ მიდგომა იმიტომ რომ ახლა ისეთ რა არის როგორი სიტუაცია არის რომ ეს პარლამენტი საერთოდ ხო თავის მოდელის მიხედვით იყო კონსტიტუციის მიხედვით აბსოლუტურად პროელესტური აქ შესაბამისად თვითონ 1%-ის იმაზე ხო იმ 7 პარტიას და განსაკუთრებით 7 პარტიის მიღმა დარჩენილას ხო პოლიტიკურ ძალებს აუცილებლად უნდა ქონოდათ შესვლის ვარიანტი. ეხლა მე გითხრათ რომ შეიძლება პრინციპში ნახეთ როგორ მეტია საერთოდ დამკვირვებლის სისტემა თქვენს რომ თვითონ პროცესი წესავ კამპანია ჩატარდა პლურალისტულ კონკურენტულ უნარიან გარემოში ეს მართალია აბსოლუტურად ჩვენ ვიხილეთ რომ საპროტესტო საპროტესტო კამპანია დაიწყო ივლისიდან მოყოლებული დღემდე კოვიდისას სხვა ეფექტების გათვალისწინებით მიდიოდა საკმაოდ თანაბრად ყველას ეძლეოდა თუნდაც სატელევიზიო ეთერი ზოგადად მეტაკლებად იყო რაღაც დარღვევები მაგრამ ესეთი არ იყო და როცა მოვიდით არჩევნების დღეს აი აქ უკვე მოხდა საკმაოდ სერიოზული მე ვიტყოდი გადახრებს ჰქონდა თუ ესე თბილად ვთქვათ სიტყვა განსაკუთრებით არჩევნების დახურვის მერე. იმიტომ რომ ხა მე ჩემი თვალით ვიხილე ხა მე არავის ამჭირდება რომ ესაც ელემენტარულად თუნდაც ბიულეტენებში არ ემთხვეოდა ბევრ უბნებში არ ემთხვეოდა თუნდაც იგივე ამორჩევათა მოსვლა ბიულეტენების რაოდენობა. ეს არის მე გითხრათ სერიოზული არათუ პოლიტიკური სისხლის ამერ დანაშაული. აი ასეთი ფაქტების გამოზრდილი ავტომატურად დაწყებული იყო გამოხმაურება და ესე იგი შესწორების აქტები ხომ მოყვა CSKO-სგან. ძიცი რა მოყვა და ეხაც მაგალითად მე მიკურს ხშირად დაატარებდნენ ამ ესე წოდებულ პირველ ფურცელს, მაგრამ იქ უშუალოდ მეორე ფურცელს სადაც შესწორებები არის შეტანილი, იმას შესწორებები იცით რა, ეხლა ეს ეხლა როგორ მომენტია იცით რა, ეხლა დაიჭერა 300-ზე მეტი საჩივარი. ეხლა საკმაოდ სერიოზული ის არის ხა მე მგონი ეს 300 წელი დაიჭერა ხო შეერთდით ადგილობრივი სადამკვირვებლო ასე ორგანიზაციებმაც საკმაოდ სერიოზული იმებით შეაფასეს საგნიშნო არჩევნები ხა მე მინდა გითხრათ რომ იგივე საერთაშორისო დამკვირვებლებმაც კი დააფიქსირეს რომ იყო სერიოზული პრობლემები არჩევნების ადმინისტრაციასთან დაკავშირებით იყო დაუშვათ ერგვარი ზღვარის წასვლა სახელმწიფო პარტიას შორის იყო საკმაოდ ასიმეტრიული ფინანსური როგორც ნაცმოძრაობისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და ანალოგიური EU-თომ გააკეთა დასკვნა, რომ თვითონ ესე იგი ტრამპს დებდნენ ბრალს იმაში, რომ მან თავის პოლიტიკური თანამდებობა არაკეთილ სინისიერად გამოიყენა. კი ბატონო, ახლა იცით რა არის? ხილეთ ახლა პოლონეთში სულ რამდენიმე ხნის ჩატარებული არჩევნები იქაც გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა. საფრანგეთში მაგალითად მერობის კანდიდატებს დაჟე აქვთ იმის უფლება, რომ თვითონ იყვნენ საარჩევნო კომისიის წევრები. ეხლა იგივე თუნდაც ამერიკაში ჩატარებული არჩევნები, ხო, ეხლა ჩატარ. იქ ის შესაძლოა გამოხატავს საზოგადოების აზრს. იგივე პოლონეთში, ხა მე პოლონეთთან ჩამოვედა პოლონეთის ასე ვთქვათ, უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და კარად ვიცი პოლონეთის პოლიტიკურ ასოციაციის წევრი ვარ. ასე ვიცი კარად. ხა პოლონეთში შესაბამისად კი შეიძლება ჩატარდა რაღაც, მაგრამ პოლონეთში არსებული
პოლიტიკურის ასახავს სრულად დაუშვათ იმ პოლიტიკურ რეალობას, რაც ახლა დღეს პოლონეთშია რა. ხა სამართლებისა და დაუშვათ კანონების პარტია საკუთარი თქვენი აზრით ნაციონალურ მოძრაობას 27%-ზე მეტი მხარდაჭერი. არა, 27%-ზე მე ისიც მიკვირს რომ ამდენი როგორ ქონდა ასე ვთქვათ დაწელი. აქ უბრალოდ რა არის ეს CSKO-ს შედეგები არ ასახავს თქვენი აზრით? ეს არის შეხებები შეიძლება ასახავს, მაგრამ ხა გადახრის კოეფიციენტი არის საკმაოდ უნდა ვაღიაროთ რომ არის. თვითონაც აღიარებენ CSKO. ეხლა დაახლოებით 8% რო არის დაუშვათ ეხლა ნამდვილად ეხლა ქართულოს ემას რეალური 8%-ში რო არის ესე იგი დისბალანსი, ეს ხო არ ნიშნავს რომ ამ 8%-ში ყველგან გაყალბება მოხდა, იმიტომ რომ იქ ბევრგანი იყო ჩვეულებრივი ადამიანები მესმის, მაგრამ მე სხვა რამეს მაქვს საუბარი. კი ბატონო, CSKO-ს ადასტურებს რომ ქონდა ადგილი არ გაყალბებას არამედ ზოგჯერ დანაშაულებსაც, ეს თვითონ CSKO-მას აღიარა და შესაბამისად კიდევ არა მარტო სხვებიც მართველი პარტიაც ამას აღიარებს. მაგრამ რა მეკვირს იცით რომ აი რატო ხდება ხელოვნური ასე ვთქვათ ამისი პროცესების განვითარება, რატო ხდება დაუშვათ მართველი პოლიტიკური ძალა, დაუშვათ ქმნის ქარიშხალს ჭიქაში. მიეცი ელემენტარულად რომ შევიდნენ და ხელნახლა გადათურებს და დაესწროს იგივე თუნდაც მოხდა ტრანსპარენტულად. ჩვენ ნახეთ იგივე რომ ამერიკის იმაში მოხდა ის არა ქვია რა. მე არავის ადვოკატირება არ მინდა, მე უბრალოდ ისე გარედან ვაფასებ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ რაც ვიხილეთ უშუალოდ არჩევნების ღამეს, როდესაც მივარდა იქ პირდაპირ ეს იგი ოპოზიციური ფლანგი და დესტრუქციულად ცდილობდნენ პრესკონფერენციის მსვლელობისას, როდესაც თამარჯვანია გამოდიოდა, დესტრუქციულად ცდილობდნენ ფაქტობრივად ფიზიკურ შეხლა-შემოხლაზე გადასვლას, ხო? ეს მათი მხრიდან მსგავსი პროვოკაციული ქმედებები, ხო, თავიდანვე ჩანდა, რომ ისინი იქ რეალურად ხმების დასაცავად კი არ მისულან, ისინი რეალურად პოლიტიკური შოუს ესე იგი აქტორები იყვნენ. არა, მithume ორმაგად. თუ იცი რომ შენ ასეთი დაუშვათ მოწერება ნაცმოძრაობის სახით და მის სატელევიზიო სახით, მაშინ პირიქით ნუაზლე მათ ელემენტარულად ეგვარ ფორას, რომ მათ გამოიყენონ ეს ისა რა ქვია. ისინი საკმაოდ მაღალი დიდოსტატები არიან, თუნდაც მოწინააღმდეგეებს რომ ეთის შეცდომა რომ დაუშვას, იმას ელემენტარულად ესე გამოიყენებენ, შეიძლება შემოუტრონ სიტუაცია, ხო? ეხლა ელემენტარულად თუნდაც ის ადამიანი, რომლებიც კანდიდატებს არ ეძლევა საშუალებას შევიდნენ და ოლქებში მიიღონ დათვლის პროცესის, ხელახდების პროცესს. ეს არის უპრეცედენტო მომენტი რა. რატო ქმნიან ამაზე მოქვს საუბარი რა? აი რატო ქმნიან, იმიტომ რომ მათ აქვთ ლეგიტიმური უფლება. და მათ დაუშვათ იგივე პოლიტიკურ პარტიას. მე თუ მკითხავ, მე ამას გავაშუქებდი ტელევიზიებში გავაშუქებდი და ტრანსპარენტულობას გავზდიდი. ამერიკაშია ტრანსპარენტულობა გაზრდილი და ზოგიერთ უბნებში სადაც არის, ახლა მიიღეს გაწყვეტილება, რომ გაითვალონ იგივე კონკრეტული ტელევიზიების, სატელევიზიო იმის წინაშე. ესეთი ისიც კი მიღებულია, ხო? აბა მოგესწრება. კი ბატონო, მაგრამ თვითონ ახლა ამერიკაში რო ავიღოთ ჩვენთან მოსახლეობა ფაქტობრივად პირდაპირ დემოკრატიის მეშვეობით ირჩევს საპარლამენტო არჩევნების დროს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობა ირჩევს ხმოსნები ირჩევენ და ახლა იგივე სისტემა შემოვიდა 2004 წელს. ანუ გარკვეული თვალსაზრისით ჩვენ უფრო მეტი დემოკრატია გაგვაჩნია ამ კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებში. სხვა ზოგადად საქართველოს შემოიღო ამერიკული მოდელი და იგივე ხმოსნები, 300 ხმოსნები აირჩევენ საქართველოს პრეზიდენტს, ხო? მაგრამ საპარლამენტო არჩევნებს ეს არ შეეხება. ხო, არა, საპარლამენტო არ შეეხება, ბუნებრივია, ჩვენ პირდაპირ არჩევნები გვაქვს და ბუნებრივია ეს არის. მაგრამ სხვა შორის ამერიკაშიც ხმოსნები არის, რომ ამერიკაში პირდაპირ ახლა მთლიანი წარმომადგენლთა პალატა მაგალითად ახლა დაეჭა პირდაპირ არჩევნების გზით, როგორც საქართველოში. ანუ თქვენ ახლა შეეხეთ რა განსხვავებები არ შეძლებთ ანალიზს გავუკეთებთ საქართველოს ამერიკის არჩევნების შორის, იქაც ეგრეა, იქაც საპარლამენტო მოდელი, ანუ წარმომადგენლთა პალატა, რომელიც არის ფაქტიურად რეალურად პარლამენტი ამერიკის ქვედა პალატას პარლამენტს ეძახიან პირობითად, თუ ესე კლასიფიკებოთ, ისიც ირჩევა პირდაპირ არჩევითი გზის მეშვეობით რა. კი ბატონო, მაგრამ პრეზიდენტი ირჩევა დაუშვათ ხმოსნების მეშვეობით, ასევე ჩვენთანაც. ფაქტობრივად ახლა მე არ მინდა ველაპარაკო, ჩვენთან სტილით, რა თქმა უნდა, არის დაახლოებით ამერიკული არჩევნების სისტემა, უბრალოდ პოლიტიკური მართვის სტილი არის განსხვავებული, მართვის მოდელია განსხვავებული, ხა საპრეზიდენტო, აქ არის საპარლამენტო. თუმცა ამერიკისგან განსხვავებით ჩვენთან საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამერიკის შეერთებულ შტატებში აი კუნძულოვან ქვეყნებში მცხოვრები მოსახლეობას, რომლებიც არიან დე-ფაქტოდ ამერიკის შეერთებულ შტატების მოქალაქეები, 4-დან 5 მილიონ ადამიანამდეა მათი რაოდენობა. პუერტო-რიკოზე საუბარი. კი ბატონო და კიდე რამდენიმე კუნძულოვან. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურად ახლა იქ 260 მილიონი ადამიანს და სხვა შორის ახლაც ამ ზავზე უპრეცედენტო დაფიქსირდა 100 მილიონი ადამიანი. ბატონო ვახტანგ, სწორედ მინდა აი ფაქტობრივად ბაიდენს ძალიან ცოტა უკლია გამარჯვებამდე.
მინდა კითხოთ 6 ხმოსნის თუ ესე ვიმახოთ 6 ხმოსნის რა ქვია? ამერიკის ესე იგი საპრეზიდენტო არჩევნებმა და მისმა შედეგებმა რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე და როგორ შეიძლება კონფიგურაცია შეგვეცვალოს თქვენი აზრით. მოდით დავიღოთ ესე იგი ორი მიდგომით განხილოთ ეს საკითხი. ერთი არის სახელმწიფოური მიდგომა, მეორე დაუშვათ იგივე დავუშვათ პოლიტიკური ასე ვთქვათ მდგენელი ავიღოთ, ხო? სახელმწიფო მიდგომით ამერიკაში ჩვენ სტრატეგიული მეგობარი, პარტნიორი და ბუნებრივია რომ ამით განსაზღვრება ასე ვთქვათ სტრატეგიული ქარტია განსაზღვროს სტრატეგიული მეგობრობის ძირითად ასე ვთქვათ ჩარჩო ასე ვთქვათ დოკუმენტია და ბუნებრივია ეს კიდე სხვადასხვა კიდე მტკიცება კონსტიტუციის 98 ბუქლით სადაც დაფიქსირებულია ჩვენი პირდაპირ საფრთხე ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მართულებითა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია სწორედ ამერიკის სტრატეგიულ ასე ვთქვათ პარტნიორობაზეა დაფუძნებული, ხო? აქედან გამომდინარე, აქ მე მგონი შესაბამისად ბაიდენი იქნება თუ ტრამპი იქნება, აქ შესაბამისად სახელმწიფოებრივი განვითარების იმაზე არ მგონია რაიმე ცვლილებები იყოს. ახლა იგივე თუნდაც ბარაკ ობამას პერიოდში და იგივე ტრამპის პერიოდში საქართველოს ქონდა საკმაოდ სერიოზული სამხედრო დახმარება ამერიკის შეტანებიდან. ტრამპა გაზარდა ეს დაახლოებით $300 მილიონ-მდე, ჩვენ მივიღეთ საკმაოდ შეერაგების გარკვეული სოლიდურეს ვთქვათ და ძალიან მნიშვნელოვანი რაც იყო ჩვენთვის ის რომ იმ ქვეყნებს ესე იგი ხო იმ ქვეყნები ვინც აღიარებდა ესე იგი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის არ აღიარებს პოლიტიკის ძალიან სერიოზული დახმარება შეიტანა ეს არის თავარი სიტყვით ვინც აღიარებდა არ მიიღებდა არანაირ ფულს კი ანუ სანქციებს დაუწესებდა ეს ლაპარაკი ფინანსურ სანქციებს საუბარი და ეს ამან ძალიან სერიოზულად იმუშავა სხვადასხვა ანუ ორმა ეგრეთ წოდმა წაიღებს უკან თავისი ეგრეთ წოდება აღიარება და ეს საკმაოდ გასაგებია ხო ისინი ყველანაირად ჩვენთან არიან და ახლა ბაიდენი იქნება ტრამპი და სახელმწიფოებრივ ურთიერთობების იმაზე მე არავითარ იმას აქვია განსხვავებას ვერ ვხედავ. სანამ არსებობს ეს ჩარჩო დოკუმენტი, სანამ დაუშვათ არსებობს დაუშვათ ჩვენი საზოგადოების კონსენსუსის, უმრავლესობის კონსენსუსი, რომ ჩვენ ვართ ევროატლანტიკური ინტეგრაციის განვითარების გზაზე, ხო? ეს სხვა შორის ბიზნეს ივანიშვილმა წინასწარ კონფერენციაზე დააფიქსირა, რომ საქართველოს ესწრაფის ნატოში გაწევრიანებასაკენ, ხო? და ევროპიდან ნატოში დააფიქსირა ეს პოზიცია. რაც შეეხება ეს თქვა პოლიტიკური ასე ვთქვათ მდგენელის კუთხე გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ კუთხით შეიძლება მაგას ქონდეს გავლენა, იმიტომ რომ დაუშვათ იგივე თქვენახად ოპოზიციის უმრავლესობა უჭერს ბაიდენს და შესაბამისად იგივე მართველი პოლიტიკური ძალა ორიენტირებულია, რა თქმა უნდა, იქაც არის ასე ვთქვათ პრეფერენციების განსხვავება, იმიტომ რომ გარკვეული პოლიტიკური დაჯგუფება დაუშვათ არის ბაიდენის მხარეს ნაწილი არის დაუშვათ იგივე ძალიან დაპირისპირებულია და ძალიან პოლარიზებულია ეს ორი მხარე. აბსოლუტურად. არა, მე ჩვენი იმაზე მაქვს პოლიტიკურ ძალაზე მაქვს და იქაც მით უმეტეს, ხო? ანუ და იქ საქმე მიდის რომ ორივე მხარე რამდენად ემზადება უკვე სამოქალაქო დაპირისპირების სცენარამდე რა, რამის სამოქალაქო ომის სცენარიც კი აქვს გაწერილი და ჩანს კიდევაც რომ დაუშვათ ტრამპმა თუ მოიგო ბაიდენი თქვა რომ ის არ ცნობს ლეგიტიმურობას და პირიქით ხო შესაბამისად ანუ ესეც არაა ასე ვთქვათ მომენტი რომ დაუშვათ თუ ტრამპმა გაიმარჯვა რა თქმა უნდა თუ ბაიდენმა გაიჯროვა შეიძლება ტრამპმა არ აღიაროს მის ლეგიტიმურობა და გაწოს პროცესი და მე შეიძლება ესეთი ზონა მიიღოს რამაც შეიძლება თან ამერიკის პოლიტიკურ სისტემა დააყენოს საკმაოდ ამოაყირაოს ძირფესვიანად ხო ზოგ ასეთი შიშიც გააჩნია ხა მაგალითად ზაქარე ფარადეი ასეთ სცენარსაც მე ვიტყოდი ავითარებს ხო იქაც უკვე დაიწყო საუბარი რამდენად ეს ლიბერალური დემოკრატია თუ არალიბერალური დემოკრატია იმიტომ რომ აი მათ შორის სხვა არის გადასხვავების არჩევნების ჩატარების პლურალიზმსა და დემოკრატიული ხარისხის მომენტებზე ხო ამიტომ განსაზღვრება ლიბერალური თუ არალიბერალურია აღნიშნული სახელმწიფო. ამიტომ აი აქ უკვე არის თუნდაც განსხვავებები, იმიტომ რომ დაუშვათ აქ უკვე პრეფერენციები საქართველოშიც იყოფა საკმაოდ სერიოზულად, ხო? იმიტომ რომ ხა კიდევ ერთხელ ოპოზიციის უმრავლესობა ნაწილი დაახლოებით ევროპული საქართველოს ნაცმოძრაობა და კიდე სხვები ხა შალანთები პირდაპირ დააფიქსირა თავის პრეფერენცია, თქვა რომ მირჩევნია რომ იყოს ბაიდენიო, ხო? პირდაპირ არა, პრეფერენცია შალანათელაშვილმა რაც განაცხადა ეს არა თუ ეს იყო დიპლომატიური განცხადების კრახი, არამედ ნუ ახლა ეს არაეთიკური განცხადება იყო და ბუნებრივია პოლიტიკოსები და პრინციპში ხა შალანათელაშვილია შეერთებული ექსცენტრული ის არის პოლიტიკური ლიდერია და მისგან ესეთი განცხადება შეიძლება არ იყოს ახლა ყველა პრინციპში ხა არ ამგონია იქ ვინმე მირწოდეს ნათელაშვილის არსებობის შესახებ ერთეულების არა გასაგებია თუმცა თვითონ ამბობს რომ ის ყოველ რამის თვეში ერთხელ ჩადის ამერიკაში იმას კარად იცნობენ და სამი სენატორებთან იმათა მეგობრობას შეუძლებს საკისაუბარი დროშებთან იღებს ხოლმე სულ ხო ბუნებრივია მაგრამ ნუ გავანებოთ მაგრამ აქ ელემენტარულად ჩვენთან უკვე გარკვეული და ბოლო შეკითხვა პოლარიზაცია ბოლო შეკითხვა ბატონო ვახტანგ ოპოზიციის ესე იგი აი ამ ცდების მიუხედავად ხო სხვადასხვა მათი ტელევიზიებიდან იქნება ეს მთავარი არხი TV პირველი კავკასია თუ ასე შემდეგ აი ესე იგი მასობრივი მოწოდებების მიუხედავად სადაც ისინი მოსახლეობას მიმართავენ
თვითონ უშუალოდ ოპოზიციური პარტიების მხრიდან აი ესეთი მობილიზების მიუხედავად რა ვიხილეთ ჩვენ 1 ნოემბერს, ვიხილეთ ის, რომ ფაქტობრივად მათ საკუთარი პოლიტიკური პარტიული აქტივის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს. ანუ მოსახლეობის უმრავლესობა მაინც ინდიფერენტულია მათ მიმართ. რა არის ამის მოსახლეობის მიზეზი? 44% საერთოდ გამოხატა ფაქტია ეგ ბოიკოტი, ხო? საერთოდ არ მოვიდა და არ დააფიქსირა თავისი პრეფერენცია, ხო? 56%-თან ახლა ბუნებრივია, რამდენი იყო დაუშვათ ოპოზიცია, რამდენი მართველი პოლიტიკური ძალის, ესეც საინტერესო კითხვაა. მაგრამ ეგ თავარია პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. ეხლა ეს დაუშვათ ვინმე საუბრად მოსწონს თუ არ მოსწონს თუ იგნორს აკეთებს პოლიტიკური კრიზისის სახეზეა. და შესაბამისად ეხლა ისეთი ადმირჩება რომ მართველი პოლიტიკური ძალის ლიდერშიპი ამას როგორც ჩანს ვერაცნობიერებს ჯერ. ან არ უნდა რომ გააცნობდეს, ეს მათი პრეროგატივაა, მაგრამ პოლიტიკური კრიზისი არის რეალურად აქ. მეორე მომენტი ის არის რომ ჩვენმა დილემის წინაშე. ამას მე დავარქვი თუნდაც უსაფრთხოების ჩიხი. ესეთი ტერმინი შემოვიდა დავამკვიდრე სხვათა შორის. როდესაც ფაქტიურად დაუშვათ სიტყვა ეს ვთქვათ ერთგვარად საზოგადოება დაიღალა უკვე ამდენი ასე ვთქვათ საპროტესტო გამოსვლებისაგან ამდენი იმაში დავდივართ. მეორე მხრივ კიდე ასე ვთქვათ აი პოლიტიკური კრიზისი უკვე სერიოზულ სტადიაში შევიდა და შესაბამისად რა ვიცი აი ზოგადად ისეთი აზრმჩება რომ ახლა პოლიტიკურ მართველი ძალა თანხმობით ცდილდება საზოგადოებრივ რაღაც იმას აქვია რა საზოგადოებას როგორც ასეთი რა და ზოგიერთი მათი წარმომადგენლები ხა ყველაზე მე არ შევეხები ბუნებრივია საერთოდ მე მგონი ამ ქვეყანად არსებობს თუ არა ისიც არის რომ ქვეყანაში არის მე მგონი იმასაც ვერასნობიერებენ აი როგორც ეგეთი ჩაკეტილი აი ბრეჟნევის ასე ვთქვათ სინდრომია ზოგიერთი მათი პოლიტიკური ლიდერშიპისა მე ყველაზე არ მაქვს საუბარი იქ არიან საკმაოდ გონიერი საკმაოდ მე ვიტყოდი ძლიერი პოლიტიკოსები შემიძლია დავასახელო ბატონი ღარიბაშვილი ბატონი გიაბულსკი თვითონ იგე ბატონი ბიძნა ივანიშვილი რომელიც საკმაოდ სერიოზული პოლიტიკოსია და სწორედ ბიძნა ივანიშვილმა გადატეხა ის ავტორიტარიზმს ასე ვთქვათ მე ვიტყოდი წელში და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ ის პლურალისტული გარემო რომელსაც მეტნაკლებად ასე თუ ისე ცდილობთ შევინარჩუნოთ მაგრამ და თვითონ ყავს იქ ნაცმოძრაობა ხო ისევ ის ადამიანები და აი ამათ შორის ხდება პინგ-პონგი აი სანამ ბიპოლარულია ესეთი სისტემა თან მინდა გითხრათ რომ ახლა ამერიკაში როცა არსებობს იქაც არსებობს ბიპოლარული სისტემა იქ ბიპოლარული სისტემა საკმაოდ ეფექტურად და კარგად მუშაობს რა ლონდონში არსებობს ეს ბიპოლარული ხო სისტემა ხო დაახლოებით ну ჩვენთან ელემენტარულად ისე გამოდის რომ ეს ბიპოლარული სისტემა საკმაოდ უხარისხო მოთამაშეებს შედგება რა და სანამ ჩვენ ხარისხს არ ავწევ და არავამაღლებ დაუშვათ სხვა პოლიტიკური პარტიების ეს ალბათ გრძელვადიანი პერსპექტივაა აქ ბევრი სხვადასხვა ფაქტორი რა იცი დრო უკვე აღარ ითმის რა აქ საჭიროა ეკონომიკური განვითარება განათლების დონის ამაღლება ყველაფერი ერთად მაგრამ დრო აღარ ითმის რა ეს არის ყველაზე მომენტი და სხვა შორის ის რომ დაუშვათ ეს რომ ყოფილიყო დაადასტურა ეს რომ პოლიტიკურ მმართველმა ძალამ და ოპოზიციამ შეთანხმდნენ აი იმ კონსტიტუციის მიღებაზე რომელიც მივიღეთ ერთ წელს უკან სადაც გაწერილია ეს ყველაფერი ქაღალდზე აბსოლუტურად მაგრამ რამდენად სრულდება ეს მეორე საკითხია უღრმესი მადლობა ბატონო ვახტანგ იმედია კიდევ გიხილავთ ჩვენთან მაყურებელს კი ვემშვიდობები გვიყურეთ 9 საათზე მთავარი სიუცე Space-ისგან